დაკავებულია ბებია, რომელმაც ქუთაისში 2 წლამდე ბავშვი TikTok-ის ლაივში სცემა. სოციალური ქსელით გავრცელებული კადრების მიხედვით ქალი შვილიშვილს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მცირეწლოვანმა საკვებით სავსე თეფშს ხელი ჰკრა. თავად ბიჭი, რომელმაც პოლიციაში დარეკა, ხვება, რომ კადრები, რომელიც ნახა, მძივია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე 126 პრიმა მუხლით დააკავეს, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დაკავებული შვილი, რომელიც ნაცემი ბავშვის დედა TikTok-ის ლაივში დედისთვის გირაოს თანხას აგროვებს, მისი თქმით, მას 3000 ლარი სჭირდება. ლაივის დროს გოგონას ტელეფონზე დაურეკეს, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მას გირაოს თანხა აღარ სჭირდება და ამჯერად ადვოკატის ფულია საჭირო. გუშინ ღამით სოციალურ ქსელ TikTok-ზე გავრცელდა ლაივ ჩანაწერის ამონარიდი, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება ბავშვს, ბებია, შვილიშვილს ფიზიკურად. საკმაოდ მძიმე კადრებია და როდესაც დედა ეკითხება თუ ბავშვს რატო ქონდა ხელი გაწითლებული, მან პირდაპირ თქვა, რომ მე მას დავარტყი. რაც არის მტკიცებულება, რა თქმა უნდა, მე როგორც სამოქალაქო აქტივისტმა და კანონმორჩილ მოქალაქემ დაუყოვნებლივ მივმართე პოლიციას. რეაგირება იყო დილის 5 საათზე გამთენიისას ქალბატონი ნინო აკავეს, ამ წუთას არის წინასწარ პატიმრობაში. ჩემი ინფორმაციით, ორჯერ იყვნენ სოციმუშაკების შემოწმებაზე და სამწუხაროდ ბავშვი არ განარიდეს ამ ოჯახს და არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყოველდღიურად. შესაბამისად, გამომკითხეს პოლიციელებმა, დანარჩენს უკვე გადაწყვეტ სასამართლო ამ ქალბატონის ბრალეულობა.